დაასახელე ერთი რეფორმა, რომელიც ეთანხმება ქართულ ოცნებას. ანუ რეფორმა, რომელიც ისურვებდა, რომ შენი მოფიქრებული იყოს. არ მიყვარს, რომ დაუნახავი ვიყო ან რაღაც. რეფორმათ არ შეიძლება ჩავთვალო, მაგრამ ავტობუსები რომ შემოიყვანეს თავის დროზე, აი ეგ იყო კარგი წერტილი რა, განაახლეს. ეგეც მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის, ანუ ხალხის ფული შემოყვანილ ავტობუსებს. არა, ეხლა ევროკავშირი შემოიყვანეს. არა, ნუ ის თანადაფინანსება იყო ბიუჯეტიდან, ხო და მაგას, ანუ ჯერ ეგეც მოიპარეს. ევროკავშირის ფულით და ბიუჯეტით შემოყვანილ ავტობუსებს. რამდენი წელი გავიდა? 4 ხო მე მგონი? თუ ამდენი წელი თითქმის ყოველდღე გვამადლის კალაძე იმ დღესაც ხო თქვა რაღაც ძირგაუნპალი ავტობუსების რაღაც თქვენ კი ხო და რავი, ეგეთი ეგრე რომ ნაცმოძრაობა რომ ამადლებდა ხოლმე სულ გზებს და რაღაცა შუქს, ეგრე გავს რომ რაღაცა 8 წლის წინ შე რო გააკეთე გააფუჭე მე რაღაცა. მაგაში კიდე რაღაც მხრივ არ დაგეთანხმები, იმიტომ რომ გზები და შუქი ბევრად მნიშვნელოვანია. რაღაც არის ვიდრე ავტობუსები. ხო, დეგრადაციისკენ მივდივართ ნეუნება რა და ხო, რა ვიცი, ეგ იყო მეტი ესე რა. ეხლა ამ წამს თავდათა. თუ ვინმეს ახსენდება, კარგი გაწეროს კომენტარებში, გაგვიხარდა. კი და თუ არ გვიჭირს არაფერს აღიარებას. თუ ქართულ ოცნებაში ვიღაცას ეწყინა ის რომ ჩვენ ვერ გავიხსენით მათი კარგი რეფორმა, შეგვიძლია ვიდებატოთ ნებისმიერ პლატფორმაზე. არ გვიჯდებიან, ოღონდ არსად დებატებში სამწუხაროდ.